პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დემურ გიორხელიძე. ბატონ დემურ, დიდი მადლობა, რომ მონახედრო და მობრძანდით. ბატონ დემურ, აი ისეთი სიგიჟე გათამაშდა ბოლო პერიოდში, საერთოდ დედამიწის მოსახლეობის და ჩვენ თვალწინ, სიმართლე გითხრათ, მე მიჭირს შეკითხვის დასმა, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად გაუგებარი დარჩა ჩემთვის ისრაელის თავდასხმა ირანზე, ირანის პასუხი ისრაელზე, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ეს საჩვენებელი თუ არასაჩვენებელი, არ ვიცი მე, სამხედრო ავიაციის გამოყენება, ასევე პასუხი ირანისა, შემდეგ ტრამპის რეაქციას ყველაფერი იცის ჩვენმა მაყურებელმა და მსმენელმა და ამიტომ აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ვახსენებ ერთ რამეს. ჯეფრი საქსი, სკოტ რიტერი, ასევე დუგლას მაკგრეგორი ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იგულისხმება ირანის ბირთვული, ეგრეთ წოდებული ბირთვული ობიექტების დაბომბვა, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით დაიბომბა თუ არა და რა მოხდა, რა დაიბომბა და რა განადგურდა, მიზანი იყო თუ არა მიღწეული. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოქმედებს ისრაელის, აი ამ ნეთანიაჰუს გავლენით და ეს ამის გამოძახილია სწორედ. მართლაც ასეთი ძალაუფლება აქვს ისრაელის სახელმწიფოს და ნეთანიაჰუს, თუ ეხლა უკვე შედეგის მიხედვით რაც ჩანს, რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, რა მოხდა? მე ამ გადაცემისთვის ცხადე როცა მითხრეს რომ უნდა მოვიდე, ცხადე ვემზადებოდი, იმიტომ რომ მე ვერ გავიმეორებ ისეთი ბრწყინვალე სამხედროს, როგორც დუგლას მაკგრეგორია, და თუ გნებავთ ისეთი აბსოლუტურად პროფესიონალის, როგორც რიტერია. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოსმენას აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ მე ჩემს ნაფიქრს მოგაწვდით. ამიტომ მე ვერ დავეთანხმები ვერც მეორეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს ისრაელის დაკვეთით. მოდით ახლა დავალაგოთ ყველაფერი, ვეცადოთ რომ დავალაგოთ ყველაფერი. ერთი ისრაელის დაკვეთით ვერავინ ვერ მოქმედებს, იმიტომ ისრაელი თვითონ არის პროქსი სახელმწიფო. ეს არის პროქსი სახელმწიფო ამერიკული გავლენის საკონტროლოდ და გასაძლიერებლად უსაშველოდ რთულ და უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მაგრამ ისრაელი ასევე სერიოზული გავლენის ქვეშ არის ლონდონ სიტის ქვეშ, არა ბრიტანეთის ხელისუფლების, არამედ ლონდონ სიტის ქვეშ. გასაგებია, ისინი აკონტროლებენ მიექვს მსოფლიოში დღეისათვის საუკეთესო პროფესიული დაზვერვა და გასაგებია, რომ ისრაელი ორმაგი დატვირთვის მატარებელია. ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ის უბრალოდ ერთვესაც ვერ გაძლევს, გამორიცხულია. მეორე მხრივ ბრიტანულ დღევანდელ ქვეყანას, რომელსაც თქვათ დიდი ბრიტანეთი დავარქვათ ამას, არ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც შეერთებული შტატები უკეთებს ისრაელს. არ აქვს მას ამხელა არც რესურსები, არც არაფერი. ესე იგი, ბატონ დემურ, უკაცრავად აქვე ვიტყვი, რომ ასევე მათ თქვეს, აღარ მახსოვს, მაკგრეგორმა თქვა, მე მგონი, რომ ისრაელს 2 კვირის სამყოფი რაკეტები ქონდა მხოლოდ. მოდით პირდაპირ თქვათ, მე ეხლა საუბრობ წმინდა პროფესიული თვალით და არანაირი ვინმეს მიმართ სიმპათია, ანტიპათია დონეზე, იმიტომ რომ არასერიოზული საუბარი გამოვა. პირველი მთავარი დასკვნა, ეს არ არის ირან-ისრაელის დაპირისპირება. ეს არის პროქსი ომი ამერიკელებისა, არა ირანის, არამედ რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ. რატომ ავხსნი? ისევე როგორც პროქსი ომია ამერიკისა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. დავალაგოთ, ერთადერთი უმძლავრესი ქვეყანა, რომლის ტოლფასი ძალა ჯერჯერობით მსოფლიოში არ არის, იკვეთება, ეს არის შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია შეასრულოს. გამიგეთ არა? რუსები მას შეეძლო ჩამოეგდო ატომური ბომბი, მას შეეძლო დაებომბა ირანის. ის ჩამოაგდებს როცა დაჭირდება, თუმცა მაგ თემა ცალკე თემა არის, მაგრამ ეს არის ერთადერთი აი ანგლოსაქსონური ბუნებიდან გამომდინარე აბსოლუტურად შემსრულებელი ქვეყანა. რუსეთი არ წარმოადგენს შემსრულებელ ქვეყანას, იმიტომ რომ განსხვავებით შეერთებული შტატების რუსეთის ხელისუფლება სავსეა მეხუთე კოლონით.
ანუ რუსეთისთვის დამახასიათებელია მოღალატეობრივი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი. თანაც მან წამოიწყო კამპანია, გასაგებია ცალსახად იძულებითი კამპანია, იმიტომ რომ თავის გადასარჩენად და არ იყო იმდენი გამბედაობა და არ იყო იმდენი რომ მიტყვიან საშემსრულებლო პრინციპულობა რომ საქმე ბოლომდე მieყვანა 3 წელია აკეთებს იმას რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში 9-ჯერ შეცვალა მიზნები. გასაგებია ელვისებური არ გამოუვიდოდა, იმიტომ რომ არავინ არ ცნობდა უკრაინის დაპყრობას. ეს ცალსახად არის, მას უნდა პოლიტიკური გამარჯვება, რომ ყველაფერი ამ სულ იმიტომ იყო თებერვალშივე მოისახა კონტურები და იცით სტამბოლის პირველი მოლაპარაკებები, სადაც უბრალოდ რუსებს არ მისცეს პოლიტიკური გამარჯვების საშუალება არანაირი და პირიქით. ესე იგი, რუსეთი არ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც შეიძლება ამერიკის საპირწონე იყოს. Klianobash. ჩინეთი არ წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც დღეს სამხედრო თვალსაზრისით შეერთებული შტატების საპირწონეა, მაგრამ ჩინეთის პერსპექტივა მიუთითებს იმაზე, რომ მალე იგი გახდება პირველი სამეცნიერო ქვეყანა, წარმოიდგენიათ, ესე იგი, ჩემი სტუდენტობის დროს ჩინელებით გავსებული იყო და ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის თაობის დროს რუსეთის უნივერსიტეტები და ტექნიკური სასწავლებლები ჩინელებით იყო გამოსებული, მათ არაფერი არ ჰქონდათ, ბრინჯიც კი არ ყოფნიდათ საჭმელად და დღეს ფანტასტიკურ ქვეყანას აგებენ. ხო, გასაგებია მეცნიერება სადაც იქნება დომინირებული, იქ იქნება მომავალი სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, ქმნის ყველაფრის მათ შორის პოლიტიკური წარმატების წინაპირობას. ესე იგი მაგრამ ამ ორ ძალას ამერიკის წინააღმდეგ მით უმეტეს ორივე ბირთვული ქვეყანა არის, შეუძლია ძალიან სერიოზული წინააღმდეგობების გაწევა, ხო სწორია? ირანი არის სტრატეგიული სახელმწიფო არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ რუსეთისთვის და იმ გაერთიანებისთვის, რომელსაც ბრიქსი ქვია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ირანი არის კოლოსალური სიმდიდრეების მფლობელი ქვეყანა და ირანი არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ცივილიზაცია, გრანდიოზული ცივილიზაცია, დიდი კულტურა და ბუნებრივი სახელმწიფოებრივი ძალიან ხანგრძლივი გამოცდილება. ძალიან ყველანაირი იმპერიული და ესეთი, მაგრამ ეს არის უსაშველოდ მაღალი კულტურის ქვეყანა და როდესაც ამ ქვეყანას გაუჭირვეს იმ სანქციებით და ასე შემდეგ, მან აქცენტი გადაიტანა განათლებაზე და მეცნიერებაზე და დღეს ირანული სამეცნიერო სკოლები და სამეცნიერო ხარისხის დაცვა ირანში არის მსოფლიოში ურთულესი. თანაც დააკვირდით რაზეა აქცენტი გაკეთებული სამეცნიერო ტექნიკური პროგრესზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, ტექნიკურ სფეროებზე და ასე შემდეგ. მე ახლა მქონდა ბედნიერება ამ სფეროში მემუშაოდა, საოცარი რაღაცები მენახა და მე კარგად ვიცი რანაირად ფიქრობს იქ მომუშავე ადამიანები, როგორია მათი დონე და ასე შემდეგ. ირანმა მიაღწია წარმოუდგენელს, მართალია მას დღეს არ შეუძლია შეერთებულ შტატებს გაუწიოს წინააღმდეგობა, გამორიცხულია. მის 12 დღიან ომში ის რა თქმა უნდა არ გამოვიდა დამარცხებული. თავს თუ არ მოვიტყუებთ ჩვენ. არ გამოვიდა დამარცხებული, მაგრამ აჩვენა მისი სუსტი მხარეებიც. პირველ რიგში ეს არის საჰაერო თავდაცვა. შემდეგი ეს არის საკმაოდ არასაკმარისი რაკეტული მოდერნიზაცია. პირველი დღეების განმავლობაში ირანი იყენებდა მხოლოდ 20-30 წლის წინანდელ და ძველი რაკეტები გამოიყენა. მხოლოდ უკანასკნელ დღეებში გამოიყენა მან ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ისრაელს ძალიან
ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. რამდენადაც მე ვნახე ძალიან სანდო წყაროთი 11000 შენობაა დაზიანებული და 30000 ბოდიში განადგურებული და 30000-მდე შენობა არის დაზიანებული. ანუ შოკია ისრაელისთვის, რომელიც დაცული იყო რა თვითონ ებრაელების. მივალ ახლა ამაზე ვეიცმანის სამეცნიერო ცენტრი, ერთ-ერთი მთავარი ისრაელის სამეცნიერო ცენტრი განადგურებულია და მე ებრაელ მეცნიერებს მოусმინე, რომელიც ძალიან მწუხარებით ამბობდნენ, რომ უამრავი ექსპერიმენტის აღდგენა ფაქტობრივად ვერ მოხერხდება. ჯერ ყველაფერი ისევ ნულიდან უნდა დაიწყონ. ისრაელს ეგონა რომ უზარმაზარი ფული ჩადეს, ეს არის ამერიკულ-ისრაელური პროექტი ცის რკინის გუმბათი და აღმოჩნდა რომ რკინის გუმბათი თანამედროვე ტექნიკისა და ირანმა გამოიყენა გარკვეული ახალი ტაქტიკა ამ რკინის გუმბათის შესახებ ალბათ დაიწერება დეტალებში, მე ტექნიკურად ვერ მივაგენი ვერსად არსად არ თქმულა რა იყო, მაგრამ რომ გახვრიტეს ეს უსაშველოდ ფაქტია. ესე იგი ერთის ნაკლი გამოიკვეთა, მეორე ნაკლი გამოიკვეთა, რომ არა შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ისრაელი უბრალოდ განადგურდებოდა. შანსი არ იყო და შეწყვეტა ომისა, რომელიც ერთი მხრივ ტრამპის მარცხია. მაგრამ იძულებითი, დროებითი. რატომ? იმიტომ რომ ისრაელი ვერ გაუძლებდა ამ დარტყმებს და მხოლოდ ამის გამო შეწყდა საომარი მოქმედებები, რომ ისრაელი იძულებული იყო შეჩერებულიყო. თუმცა ამოცანა არ იცვლება. ბოლო განცხადებები მიანიშნებს იმას, რასაც ახლა მე ვეტყვი. თავარი რა მოხდა? თავარი მოხდა ის, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვაში ვიღაცამ გასცა სამხედრო დაზვერვის მიერ მომზადებული დოკუმენტი მთლიანად და ხელში ჩაუგდო CNN-სა და New York Times. ეს იყო შეფასება ამერიკის სამხედრო დაზვერვისა ხასუსვამ. სადაც შეფასებული იყო ამერიკის მიერ დაბომბვა ამ ეგრეთ წოდებული ირანის ბირთვული ობიექტისა, სამი ობიექტისა. პირდაპირ მითითებულია, რომ რა თქმა უნდა ზიანი არის, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე ჭირდება ირანს აღადგინოს ყველაფერს, ესე იგი, რამდენიმე თვე ჭირდება იმ ზედაპირზე დანგრეულ რაღაც, ესე იგი, შენობებს თავისთავად ცხადია, ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში არ კეთდება, მაგრამ როგორც ამერიკული ძალიან სანდო დონეზე და მათ შორისაკაც არის ფაქტობრივად ზიანი ვერ მიადგა. ამერიკის დაბომბებმა ეხლა ამიტომ ტრამპმა დღეს შემოაბრუნა უბრალოდ გუშინ და ხელახლა დაუბობაო. ცხადია, ამაზე ცალკე ვისაუბრებ, იმიტომ არაფერი არ წყდება. ესე იგი, შეერთებული შტატების საქმიანობას თუ შევაფასებთ, ეს არის მისი აშკარად გეოპოლიტიკური მარცხი, თუმცა ის არ გაჩერდება. ის ვერ გაჩერდება, იმიტომ რომ ეს პროქსი ომი ისრაელის მეშვეობით ირანის წინააღმდეგ მას ჭირდება ბირთვული პროგრამა ფაქტობრივად ზღაპარია, ეს მოგონილია, მაგრამ ეხლა უკვე რაკი მაგატედან აუგზალა ირანში ყოფნა, იმიტომ მაგატემ ფაქტობრივად დისკრედიტაცია გაუკეთა თავის თავს, ირანმა დაუშვა ის ბირთვულ ობიექტებზე და მაგატემ ადგა და სპეციალურად პროვოკაციები გააკეთა და მოამზადა ეს დარტყმა თითქოს აკეთებდა ირანთან, როგორც კი საფრთხე შეიქმნა, ეხლა გასაგებია იქ მაინც სპეციალისტები არიან და ერთი ამბავი ატეხეს, რომ არავითარი ბირთვული იარაღი არ არის. არა. ცხადია, ირანელები მოელოდნენ ამ დარტყმას და ურანი და გამდიდრებული ურანი და ყველაფერი აშკარად ჩანს. მე ვნახე ვიდეო სატვირთო ავტომობილების ძალიან დიდი ნაკადები იყო, ცხადია ყველაფერი გატანილი იყო. მაგრამ აი ხელოვნური თანამგზავრიდან აი მეც ვფიქრობ ამაზე, როგორ ვერ მოხერხდა ამის ნახვა, სად გაიტანეს? ყველაფერი ჩანს, ხო? ყველაფერი ჩანს, მაგრამ არა ყოველთვის, მოდი ასე ვთქვათ. ასე იგი, მოხდა ის, რომ გაიტანეს.
ეხლა დავაკვირდეთ შემდეგ რაიმეს. ეს შეჩერება მხოლოდ დროებითია. გამარჯვებული მხარე ისრაელი ვერაფრით ვერ არის, პირიქით ძალიან მაგარი დაზიანებული. მე როგორც ვნახე ძალიან ძლიერი შეფასებები, $9 ტრილიონი ზარალი აქვს ისრაელს მიღებული, თუ მეტის წინასწარი შეფასებებია. სულის მოთქმა ჭირდებოდა, ნათანიაჰუმ ისევ განაცხადა გუშინ იყო ეს, რომ ირანის რეჟიმის შეცვლა არის მთავარი. აი მთავარი რა არის. ამიტომ მოიგონეს ეს ბირთვული პროგრამა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ არაფრით არ აწყობთ ასეთი ხელისუფლება ირანში. მოდი ვთქვათ, როგორი ხელისუფლება არ აწყობთ? აი ეს თქვა მკაფიოდ თქვენი აზრით. ამ სიტუაციაში შეერთებული შტატები ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეერთებულმა შტატებმა არ დაკარგოს დომინირებული სახელმწიფოს როლი. მოდი ეს არის ამოსავალი ყველაფრისა. იქ ეს არის მთავარი, ცხადია ის გძნობს საფრთხეებს, ახლა ჩინეთი იკრებს, სტრატეგიული იარაღში რუსები დაწინაურდნენ, მაგრამ აშკარად ჩანს ბოლო სამიტზე ნატოსი ძალიან ხისტად მოითხოვა ტრამპმა, რომ რუსეთის κρიტიკა არ ყოფილიყო, იმიტომ რომ მას თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს მასთან და საბოლოო ჯამში მე როგორც ადრე ვივარაუდე, ის კეთკენ მიდის საქმე, რომ შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი მაინც ჩამოაშოროს ჩინეთს და დაიტოვოს ჩინეთი. მე არ ამბობდით ამას. დიახ, აშკარად ჩანს, იმიტომ ხა რაზე თქმა იმისა, რომ ტრამპი ახლა რუსეთის მიმართ სიმპათიითა და ამპეტი ეს არის ქართული ზღაპრები, რომელიც გონებას სუსტ ადამიანებს შეიძლება კონდეთ, მაგრამ პოლიტიკაც ასე ჭირდება, ამიტომ მხოლოდ ერთხელ იქნა ნახსენები რუსეთი და ძალიან რბილი დღეს მე დავდე BBC-ს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკაზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ ძალიან ადრეა დღე ჯერჯერობით რუსეთის ეკონომიკის ჩამოწერა. პირიქით რუბლი გახდა მსოფლიოში ყველაზე დომინირებული სიძლიერის თვალსაზრისით და ყველაზე წარმატებული ვალუტა. ბატონო, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია რუსეთის ეკონომიკის რეაქცია სანქციებზე. ჩვენ მალე დავრუნდებით, დაგველოდეთ და გავნაგზებთ საუბარს. ჩვენ ვრუნდებით ეთერში, გავნაგზებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ სტუმართან დემურ გიორხელიძესთან ერთად. ბატონო დემურ, ითქვა ასეთი რამ, რომ ერთი სანქციები იყო გრძელვადიანი და მეორე სამხედრო მრეწველობის ამოქმედება და მისცა ბიძგი, მაგრამ ეს ისეთი ეფექტია, რომელიც მალე დასრულდება. ეხლა მთავარი სურათი, საერთო სურათი რომ შევადგინოთ და უფრო ზევიდან დავხედოთ ამას. მთავარი ამ უკანასკნელ პერიოდში გახსნილ იქნა სატვირთო სარკინიგზო მიმოსვლა ჩინეთსა და ირანს შორის. რაკი ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ირანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის. ეს შუა აზიაზე გადის ეს გზები. და ტრამპმა რო თქვა, რომ იყიდეთ. ჩინეთს რა ირანული ნავთობი გრთავთ. ფაქტობრივად იცით თქვენ, როცა 70-იან წლებში რევოლუცია მოხდა, იქ მძევლების აყვანა იყო 450 დღემდე ამერიკული მძევლები, რომელიც ვერაფერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამერიკელები ის ხალხია, რომელიც ამას არ ივიწყებენ. ხო იცი, ძალიან ესეთი მეხსიერება, მიამიტები არ არიან. იმპერია ყოველთვის ბოღმაა. ყოველთვის ბოღმა არის. ამიტომ ამერიკული სანქციები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ირანის მიერ წინა მიმართ განხორციელებული განულდა. თავისუფლად მოძრაობს. მეორე, რაც საქართველოში ფაქტიურად არ შუქდება. პროქსი ომი ჩვენ უკრაინაში ვხედავთ და ეხლა ირანში ვნახეთ, მაგრამ პროქსი ომი გრძელდება სამხრეთ პაკისტანში. იმიტომ რომ ჩინეთ-პაკისტანის ურთიერთობა სხვა დონეზე ფაქტობრივად ამერიკელები იმ თავისი პროქსი სამხედრო რომ იტყვიან დაჯგუფებებით, მეამბოხეებით, ვიღაცებით კლავენ უბრალოდ სპეციალისტებს. ეს ისრაელის მიერ განხორციელებული მკვლელობა ატომური მეცნიერისა თავისთავად არის უსაზღვრესი დანაშაული. კაცო, მეცნიერის
კლავ, ხო, ესე იგი ვინა ხარ, მკვლელი ხარ, ხო? ამერიკელები ამას აკეთებენ. და ამერიკელები ძალიან მაგრად ეხლა ეწინააღმდეგებიან ყოფილ ბირმაში, ახლა მიანმარი ქვია. იქ ჩინელები ცდილობენ გავიდნენ ოკეანეზე ალტერნატიული გზებით. და ყველანაირად კეტავენ იქ ებრძვიან ახლა იქ დაჯგუფებები ამბოხებული, რომელსაც პროქსი ამერიკული ჯგუფებია ხელისუფლებას იქაურს, იქ ისედაც არ არის სტაბილური მდგომარეობა. მალე ამერიკელები ამუშავებენ ავღანეთის თემას, დიდი ავღანეთის პროექტს, რომელიც აბსოლუტურად ჩაყლაპით ემუქრება შუა აზიის ხუთივე სახელმწიფოს. თალიბებს იმიტომ შეუცვლით სტატუსო, ტერორისტები და მაიმუნები რა თქმა უნდა, თქვენ რა გონიათ, მართალია გარეგნულად ცუდად ჩანდა როგორ დატოვეს ავღანეთი ამერიკელებმა, მაგრამ მათ დატოვეს იქ კოლოსალური იერარქია. ამერიკელები სიცოცხლეებს არასდროს არ ჩადიან. მე ყველა დაინტერესებულ და საქართველოს მიუთითებდი, რომ ემოციურად არ შეაფასონ მოვლენები, იმიტომ რომ ყოველთვის ეძიონ რა ხდება ამის შემდეგ. ესე იგი, თავარი მიზანი რაც არის ამერიკელების გადაჯგუფება ახლო აღმოსავლეთში და წყნარი ოკეანის რეგიონში, თავარი არის ჩინეთის ბლოკირება. გრენლანდიაში ამერიკის პრეტენზიები სწორედ ჩინეთის კონტროლისთვის არის, იმიტომ რომ ჩრდილოყინულოვანი ოკეანე გახდა სანაოსნო და ამიტომ ეს გზაც გრენლანდია იძლევა იმის საშუალებას გაკონტროლებული იქნა. თუ ჩინეთი იზოლირებული იქნა ყველა სატრანსპორტო გზიდან, მაშინ მისი რომ იტყვიან დაშვება ამ გზებზე მოხდება მხოლოდ ამერიკელების ნებართვით და თანხმობით. გასაგებია ეს ყოველთვის იქნება პოლიტიკური ზეგავლენის ვაჭრობის თემა. ამიტომ თავარი მიზანი კვლავ ხდება ის, რომ აიათოლების მოცილება პოლიტიკის შესაძლებლად და იქ პროქსი ხელისუფლება ჭირდებათ, როგორც ისრაელში არის პროქსი ხელისუფლება, ისეთივე პროქსი ხელისუფლება უნდათ ირანში და ტრამპი ნახეთ როგორ აფასებს თვითონ ინარილებს. როდესაც ის რუტერს გვერდით იჯდა და პრესკონფერენცია, რომ ეს არის ძალიან ჭკვიანი ხალხი, რა თქმა უნდა ჭკვიანი ხალხია. შედეგებზე ხო ჩანს ხა. მართალია აქვთ კოლოსალური სიმდიდრეები, ხო, უზარმაზარ რა თუნდათო ბირთვული იერარქიო. მოდი ახლა პასუხი გავცეთ. პოლიტიკის ამ ექსპანსიონისტური პოლიტიკის შესაჩერებლად ბირთვული იერარქია დღეს არის შემაკავებელი ფაქტორი. და არა გამოყენების თვალსაზრისით, იმიტომ ვინც გამოიყენებს განადგურდება და რა მოხდება მე ღმერთმა იცის, ყველაფერი დათვლილია. მე მინდა ჩვენი მაყურებლების საყურადღებოდ რომ ყველაფერი გამოთვლილია 89 წუთი ჭირდება, 90 იყო ადრე, ახლა 2 წუთი თუ 1 წუთი მოაკლეს. ბირთვული ომი თუ მოხდა, მთელი მსოფლიოს განადგურება სჭირდება 89 წუთი. საათნახევარი. როდესაც მე 24 თებერვალს 2022 წლისა დავწერე რომ ის ინტერპრეტაცია ალბათ გონება სისუსტის გამო ვერ გაიგეს რა და ლუკაშენკომ თქვა რომ უკრაინის აღება სჭირდება 2-3 დღე. და მე ვთქვი რომ ლუკაშენკომ ზედმეტი თქვა უკრაინის განადგურება სჭირდება 1-2 საათი მაქსიმუმ და არიქა დემურ გიორხელიძემ თქვა რომ 2 დღეში და 1 საათში და რატო არ გაანა. მე ვთქვი გაცვლილი გარკვეული რამე მსოფლიოს განადგურება სჭირდება. საათნახევარი და საწოდავი უკრაინის განადგურებას რა თუნდა, მაგრამები აქ უკვე უამრავი. ესე იგი, მოდი ახლა საერთო სურათი რა გვაქვს. რატომ საშინლად დასცინა ნატოს პარტნიორ ქვეყნებს ახლა სამედზე, ფაქტიურად ამასხარავა ტრამპმა. იმიტომ რომ მის ინტერესში ყველაფერი მოკიდა მათ. თან 2035 წლამდე გავზრდითო 5%-ით. რა იჩქარებოდა? ნახეთ როგორა, ნახეთ
თუ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით მიუდგებით, ევროპას არანაირი რესურსი არ გააჩნია დღეს 5% ჩადოს თქვა 2026 წლიდან. წარმოუდგენელია დაიმხობა ევროპა. ეს სოციალური პროექტი, რა თქმა უნდა. სოციალური სახელმწიფო იყო, ეს იყო დალაგებული ქვეყანა, რომელიც ნეოლიბერალიზმმა და გეოპოლიტიკურმა ინტერესმა ეს აყვავებული, დალაგებული. იმიტომ გვინდოდა ჩვენ ევროპა, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტობის დროს ფანტასტიკურად ჩანდა, იმიტომ დალაგებული კლასიკური ეპოქა იყო. მე 1968 წლის პარიზის მოვლენებიდან დაიწყეს მისი დამხობა თავიდან ბოლომდე და მოკლეს კიდევაც უკვე 70-იანების შუა პერიოდში კლასიკური ევროპა უკვე მკვდარი იყო და შენ უკვე დროის საქმე იყო. ესე იგი, ვერაფრით, მაგრამ ნახეთ, რაც ნიშნავს ნელ-ნელა ზრდა 5%-მდე. ევროპას არ გააჩნია სამხედრო სიმძლავრეები იმ ოდენობით ან და იმ სპექტრის საწარმოები, რომელიც თანამედროვე შეიარაღებას უზრუნველყოფდა. ის სისულელე, რაც რუტემ თქვა, რომ 800 მილიარდ ჩადებენ ევროპულ თავდაცვის, ეს არის სისულელე. მას ხრა დაიგდეთ სპეციალისტებმა, იმიტომ რომ 800 კი არა, ორჯერ 800 რო ჩაყარო ევროპის ეკონომიკას დღეს სამრეწველო, სამხედრო კომპლექსი ვეღარ აიყვანს. ნიკამდე. ბატონო, აი აკითხავ თუ შეიძლება რუსეთმა ხომ მოახერხა თავისი სამრეწველო სამხედრო კომპლექსის გაძლიერება. ევროპა არ არის ხა ღარიბი და ამასთანავე არ არის მცირე რიცხოვარი. ტერიტორიულადაც საკუთარ მთლიანობაში თუ ავიღებთ ხო ევროკავშირს, ტერიტორიულადაც, მოსახლეობის რაოდენობითაც, რატომ არ შეუძლია ევროპას გააკეთოს ის რაც რუსეთში? ეს არის სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვა თუმცა დასავლური კულტურა და რუსული და თუ გნებავთ ქართული კულტურა, ქრისტიანული კულტურები ამდენად ფასეულობათა სისტემა ერთნაირი გააჩნიათ. რუსეთი თავისი ისტორიული ტრაექტორიიდან ყოველთვის აღწევდა იმას, რომ მისი ამოცანა საკუთარი ხალხის კეთილდღეობა არასდროს არ ყოფილა. არ დგას ეს საკითხი. და ხალხიც არ აყენებს, რა ვიცი. ხალხიც არ აყენებს, იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები აქვს იმ ადამიანებს. ევროპაში ამას ვერ გააკეთებს, რაც რუსეთი აკეთებს საკუთარი მოსახლეობის მიმართ ხარჯზე, იმას ვერაფრით ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ ის სხვანაირად აწყობილი სტრუქტურებია. მართალია ამ ნეოლიბერალიზმმა უსაშველოდ დაარტყა ევროკავშირს მთლიანობაში, მაგრამ აქ ჯერჯერობით რაღაც პრინციპები შენარჩუნებულია. თანაც ისეთი მობილიზაცია, გადაწყვეტილებების ისეთი მიღება, როგორც რუსეთს შეუძლია, იმიტომ რომ ეს მაინც ავტორიტარული სახელმწიფოა, ყოველგვარი თამაშის წესების გარეშე თამაშის ქმნის ზედა რაც მეორე მხრივ საშინელი ნაკლია რუსეთი ჯერჯერობით ინსტიტუციონალურად და სახელმწიფოებრივად ვერ ძლიერდება, თუმცა კოლოსალური რესურსები აქვს. ხომ უკვე მის ელიტებში უნდა ვეძებოთ ეს სხვა თემა. დიახ. ამერიკელებმა რას მიაღწიეს? ამერიკელებმა მიაღწიეს იმას, რომ ევროპის სახელმწიფოების თავდაცვის ხარჯები ზრდა, მთელი შეკვეთები წავა შეერთებული შტატების სამხედრო მრეწველობაში და ეს არის კოლოსალური ფული, 5% მთლიანი შიდა პროდუქტისა მთელი ევროპის ქვეყნების მასშტაბით. მართალია ესპანეთმა უარი თქვა 2.1 და აბსოლუტურად გონივრული მოტივები. მე მოусმინე სანჩესის ინტერვიუს. მაგრამ ეს არის კოლოსალური ფული. ესე იგი, რა გამოვიდა? ევროპაში ამერიკელებს უნდათ შეავიწრონ თავიანთი ყოფნა, შეამცირონ ხარჯები და გადაინაცვლონ იქეთ, სადაც მათთვის მთავარია. ევროპა ფაქტურად მსოფლიო პოლიტიკის პერიფერია გახდა. და ევროკავშირი როგორც პოლიტიკური მოთამაშე დღეს ხო აშკარად გამოჩნდა, განულებულია. თან მეორე რამეს შევხედოთ, ევროკავშირის მთავარი ქვეყანა, როგორიც არის, თქვა საფრანგეთი, ამ წუთში გერმანია საშინლად ცუდ მდგომარეობაშია, ის არის ვატიკანის როგორც უფროსი თუ უმცროსი და, მოდი ასე ვთქვა. და ძმაც არა? და, ხო, ძმაც არა. საფრანგეთი ვერასდროს ვერ იქნება ვატიკანის გარეშე. ამდენად
ცდელობა იმისა, რომ London City-ს ჩაენაცვლებინა მსოფლიო არენაზე ამ ფარული თამაშებით ის რასაც ქვია ვაშინგტონის ოკრუგი, ანუ ის მთავარი საპირისპირო ძალა, მე არ ვფიქრობ, რომ თლად წარუმეტებელი გამოვიდა. ირანის ომმა აჩვენა, რომ ბრიტანელებმა საკმაოდ სერიოზულ რამეს მიაღწიეს, იმიტომ რომ შეცდომაზე წაიყვანეს შეერთებული შტატები. აი რატო იყო შეცდომა? შეცდომა რატომ იყო, იცით? დადგა საფრთხე ესკალაციისა. რა კი ირანი ამდენად სტრატეგიული ქვეყანაა, გასაგებია, რომ ჩინეთმა ღიად განაცხადა მხარდაჭერა. დიახ. და პრინციპში რუსეთმაც, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ამ სიტუაციაში პირველი რასაც აკეთებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩადის მოსკოვში. და დააკვირდით როგორ ინიღბება ტერმინოლოგიურად. რა თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენ შევთავაზეთ, მაგრამ ირანმა უარი განაცხადა, რომ ჩვენ გამოგვეტანა მისი ბირთვული კებატა. სინამდვილეში იგივე გააკეთა ტრამპმაც ისრაელისა და იმის მიხდით პოლიტიკა, აქ ტერმინოლოგია გამოიყენება და ლექსიკა გამოიყენება ისეთი, რომ შენიღბოს თავარი მიზნები. სულ ახლა ხან ერთი დღეა თუ მეორე დღეა უკვე ირანის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა პირდაპირ ჩინეთში. კი. ის იყიდის იქედან საუკეთესო თვითმფრინავებს, რომელმაც პრობლემები შეუქმნა ამერიკელებს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ჩინელებმა მისცეს რეკომენდაცია, რომ მომავლის საქმე თვითმფრინავები აღარ არის. დრონები. ხო, ის თვითმფრინავები კლასიკური გაგებით, ბომბდამშენები, ესე იგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ესე იგი გამანადგურებლები და ესენი ნელ-ნელა იცვლება სხვა რამით. გუშინ გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიწყო ნულიდან დრონების დიახ. ნულიდან არმიის ახალი ფორმირება. ახლებური სრულიად კი ბატონო. ახლა იმიტომ რომ რუსებს ეხლა აქვთ ის კოლოსალური გამოცდილება ამ უკრაინის ომით, რომელიც რეალურად არ არის. თუმცა ჩვენ კარგად ვინდოვიცოდეთ, რომ უკრაინაში ზის მსოფლიოს ყველა იარაღის მწარმოებელი საუკეთესო სპეციალისტები. მაგრამ ერთია ბატონო სპეციალისტები და მეორეა ახლა აი ამ სახმელეთო ომის გამოცდილება აქვს მხოლოდ რუსეთს და უკრაინის ჯარს. რა თქმა უნდა, უკრაინელები ძალიან მაგრად გამოვიდნენ ამ ომში და ამიტომ არ შეეშვებიან მათ სანამ ბოლომდე არ ამოწოდა. და თვითონ ამ უკრაინელებს არ უნდათ შეეშვან ამ ომს. ომი აზრით არის ხო იცით როგორი რამეა სისხლი. დიახ, ეს არის უკვე დიდი ხანი მოსული დაპირისპირების შედეგი, ამიტომ მოდერნიზაციას გააკეთებს ყველა. ცხადია ირანი ბირთვული იარაღისკენ წავა. და მას მიეხმარებიან, იმიტომ რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი, უფრო მეტიც. ამ 12 დღიანმა ომმა აჩვენა, რომ ხვალ უკვე აშკარა დღეს გამოკვეთილი და ხვალ აზია, დიდი აზია, რომელიც ყველაზე სტაბილური რეგიონია და რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს მომავალია, ამერიკული პოლიტიკის შედეგად იქნება ძალზე დაძაბული, იმიტომ რომ ამერიკელები არ დაუშვებენ იმას, რომ ეს რეგიონი მისი კონტროლის გარეშე გახდეს დომინირებული მსოფლიოში. თუ გნებავთ ეკონომიკურად, ამიტომ რამდენადაც მე ვხვდები აზიის ქვეყნების ყველა მნიშვნელოვანი ქვეყნის ხელისუფლება ეცდება ბირთვული იარაღი კონდეს. ეს არ არის კარგი. არ არის კარგი. მეორე, დავაკვირდეთ იმას, რაც ფაქტობრივად მინიმუმ 10 წლიანი პერსპექტივაა. ფაქტიურად მიდის გამალებული შეიარაღებისკენ სწრაფვა ევროპაში აიღეთ რისთვის, კაცო? საბოლოო მიზანი რჩება ისევ რუსეთის განადგურება. ეს პროქსი ომი 12 დღიანი ირანსა და ისრაელს შორის მთავარი ორიენტირები გარკვეულია. ეს იყო რუსეთი და ეს იყო ჩინეთი. უკრაინა მოისინჯა, ეს მოისინჯა, ავღანეთი მოისინჯება აუცილებლად.
იზოლაცია და რისი განადგურება შეიძლება განადგურდება. ეს ავღანეთი ირანის გასანეიტრალებლად თუ რუსეთ, ჩინეთის და ირანის ტანდემის ცხადია, ეს არის ჩინეთის ბლოკირება, ეს არის რუსეთის ბლოკირება, შუა აზია ისეთივე სასიცოცხლოა რუსეთისათვის, რამხელა საზღვარი აქვს რუსეთთან შუა აზია, ხო, უზარმაზარი, ხომ? ამიტომ აქ მტრული ძალის განლაგება, მაგრამ თურქეთიც არის ბატონდემურ, რომელიც ცდილობს, აი ხა ფაშინიანი ჩავიდა, ვიცით ჩვენ ერდოღანს შეხვდა, ხო? აი როდესაც ირან-ისრაელს შორის ეს რაღაც გაუგებრობა ხდებოდა ამერიკის ჩართულობით, დამატ ისაუბრეს ზანგეზურის დერეფანზეც, რისიც წინააღმდეგიც არის ირანი და ზანგეზურის დერეფანი მნიშვნელოვანი ადგილია თურქეთისთვის, რომ შეუერთდეს აი ამ თურქულენოვან სივრცეს და ეს მისი ეს იდეა ერთი ხალხი, ექვსი სახელმწიფო განხორციელდეს. ამდენად აი თურქეთის ფაქტორი როგორ შეიძლება ნახეთ, თურქეთის ფაქტორი აბსოლუტურად არ არის მიბმული არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აბსოლუტურად არ ჭირდება თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის ბრიტანული პროექტი. ზანგეზურის კორიდორი ეს არის ბრიტანული პროექტის რეალიზაციის გზა დიდი თურანის შესახებ. ამიტომ ეწინააღმდეგება ირანი ამას, მაშინ თურქეთს პირდაპირ წოდომა უჩნდება შუა აზიის ქვეყნებთან. და მაშინ ეს უკვე იმ ცნობილი პანისლამიზმი, პანთურქიზმი, პანოსმალური იდეის მოკლედ ესე იგი ყველაფერი ეს ერთად ცოცხლდება, ამაში გასაგებია რუსეთს არ აწყობს, ირანს არ აწყობს, ჩინეთს არ აწყობს. არაწყობს შუა აზიის სახელმწიფოებსაც, მაგრამ აწყობს გეოპოლიტიკას, რომელიც დაპირისპირების სტადიაშია დღეს ერთმანეთთან. ამდენად ავღანეთის, დიდი ავღანეთის პროექტით მოხდება ძალიან სერიოზული ბლოკირება ჩინეთისა და დიდი საფრთხე შეექმნება რუსეთს. ამიტომ ბუნებრივია ამ პროექტის ჩვენ მომდევნო ეტაპზე საკმაოდ ასე საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ. ესე იგი, რა შემიძლია გითხრათ, არანაირ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და არანაირ დიპლომატიურ ცხოვრებაზე გადასვლა უახლოეს წლებში არ მოხდება. არა, ის რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, ხო, თვითონ ამერიკაში ამბობენ, რომ აბსოლუტურად არ იყო დაცული ფორმალური მხარე და არანაირი. მათ შორის ამერიკული კონსტიტუციის ამერიკული უპირველესად, კი ბატონო, საერთაშორისო თავი გავანებოთ. ეს უკვე ნიშნავს, რომ სრული არეულობაა. მე ერთი რამეა, რომელიც ძალიან ცუდად მენიშნა, იმიტომ რომ ასეთი რამ არ ახასიათებთ ამერიკის ხელისუფლებებს. ტრამპმა შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს. სასწაული ამბავი მოხდა კი NCA რასაც ქვია NSA, ხო, მე მგონია ესეა. თანაც მოდი გავარკვიოთ ქართველებს არ ამგონია კარგი წარმოდგენა ჰქონდეთ. ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ეს არის მთავარი სადაზვერვო სამსახური, რომელიც 17 სპეციალურ სამსახურს უწევს კოორდინაციას. ამერიკაში არ არის ერთის ხელში ყველაფერი. რატომაა გაყოფილი? იმიტომ რომ სპეცსამსახური ყოველთვის არის უსაშველოდ ფაქიზი და ძალზე გასაკონტროლებელი საქმე, იმიტომ მთელი ძალაუფლება მათ ხელშია, ხო? არანორმალური უფლებები, არანორმალური დაშვებები მართალია კანონის ფარგლებში და ასე შემდეგ 17 სპეცსამსახურია. ეს მთავარია. ეს სამსახური არის ისტორიულად კელტებისა და ირლანდიელების ხელში. ხო, ახლა კელტებიც გამოვიდნენ ავანსცენაზე, ადრე არ ახსენებდნენ მას. ეს არის, მოდით ასე ვთქვათ, სხვანაირად რო თქვა, ეს სააგენტო არის პურიტანების ხელში.
პურიტანები კი ის ხალხია, ვინც ამერიკა ფაქტობრივად შექმნა, იმიტომ რომ თუ დგას ამერიკა პურიტანული ეთიკის და პურიტანული რომ იტყვიან არანორმალური შრომისა და თავდადების შედეგია. რატომ არიან ირლანდიური წარმოშობის პრეზიდენტები? არასდროს არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ დომინირებენ ესე? იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს კონტროლს თუმცა ამ ნეოლიბერალურმა და გლობალისტურმა ელიტებმა სხვანაირად დაარტყეს ყველაფერ ამას. ეხლა შეურაცხყო ასეთი ორგანიზაცია და მისი ხელმძღვანელი, რომელიც შენ ყავს დანიშნული, თან ნახეთ თავის გავახსენოთ მაყურებელს რა მოხდა, ანუ მან თქვა დაუდოს წინ დაზვერვის წარმოიდგინეთ თქვენ 17-ვე სადაზვერო სამსახურთან კოორდინირებული მოხსენება დაუდეს ტრამპს წინ რომ ირანი ამ წუთში არანაირი ბომბის გამკეთებელი არ არის და მაგენი ცდებიანო და მანაც თქვა ცდებიო 17-მა სადაზვერვო სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების და აგერ მერე უკვე რაც ჩაუშვეს რომ იტყვიარ ბოდიში ამ სიტყვისთვის CNN-ში დაზვერვა ამბობს რომ ფაქტობრივად ირანის ბირთვული პროგრამას არაფერი არ ემუქრება. აი როგორ განვითარდება, ყველაფერი განვითარდება დაძაბულობისკენ. მთავარი მიზანი ახლა იქნება უკვე მართალია ვითომ განაცხადეს ამერიკელებმა რომ არაპირებენ და ნახეთ ზუსტად გაიპარა ინფორმაცია და ზუსტად არის ცნობილი რომ ბირთვული ობიექტების დაბომბვის წინ ამერიკელები დაუკავშირდნენ ირანის ხელისუფლებას და გააფრთხილეს რომ დარდგას დღის წესრიგში თქვენი შეცვლა. თქვენ არ დაგხოცავთო. ასე რომ მოდით დავაკვირდეთ მოვლენებს, იმიტომ რომ მხოლოდ ახლა იწყება საუბედუროდ ის, რასაც მე ამდენი წელია წერო ყველაფერი უკრაინით იყო დაწყება. უпростоრად მოდით ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკა მსოფლიოში შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. კი ბატონო. სამწუხაროდ ჩვენი ტრაგედიის ხარჯზე. აი იმის შემდეგ უკან არ მოbrunებულა ეს გეოპოლიტიკა, ეხლა უკვე ჩვენ ვხედავთ რომ მოდი ჩვენ ვხედავთ კრიზისის დასაწყისს. და არანაირი პერსპექტივა რომ ეს შეჩერდება, იმიტომ რომ შეერთებული შტატები თუ დათმობს, ის რომ ამბობს რომ მრავალ პოლუსიანი ეს ყველაფერი ეს ზღაპრებია, შეერთებული შტატები თავისი ბუნებიდან გამომდინარე. არა დაბომბოს ხომ მოწმობს რომ ის არაფერს დომინირებულ მდგომარეობაში არ იქნა არა და ის დღეს მაინც ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, შიგნით მოულიან როგორც ჩანს თავის მდგომარეობას, სიტუაცია გართულდება. ყველაფერი ჩვენთვის რა? ჩვენთვის ის რომ ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ხდება და საქართველო და მთლიანობაში სამხრეთ კავკასია მოქცეულია ამ მსოფლიო დაპირისპირების ეპიცენტრში. ვალდებულებ ჩვენ და სამწუხარო ჩვენი პირველი ნაწილი დრო ამოიწურა, მაგრამ ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება რომ ვისაუბრო და იმედია დავრჩებით ეპიცენტრში ხელშეუხებლები. ჩვენ გონივრული საქციელის შემთხვევაში ეხლა შეგვიძლია ავიღოთ მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, მაგრამ მე უყურებ ჩვენ ხელისუფლებას და მე შინია გითხრათ სიმართლე, იმიტომ რომ ერთი წინადადებაც ვერ გავიგონე, რომელიც ამ სიტუაციის შესაფერისი იქნებათ. ესენი ისევ შინ ევროპაში მიდიან, ისევ იმ იდიოტურ ნარატივებს ახმიანებენ და გამოკიდებული არიან ამ სულელურ იდეა ფიქსებზე. ამის შესახებ შემდეგში ვისაუბროთ აუცილებლად რა არის ახალი ფუნქცია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც გაზდის ჩვენს წონას და ჩვენ მშვიდობას სტაბილურად აქცევს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დემურ. დაგემშვიდობებით, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა და დავბრუნდებით მალე მეორე სტუმართან.